შუადღე მშვიდობის მეგობრებო. მოკლედ პირველ რიგში რაც უნდა იცოდეთ კურდღლის კბილის ტკივილის შესახებ. აი მათ ასე ვთქვათ გამომწყვლელები როცა არიან, ანუ ეგეწოდებულ გალიაში ძალიან იშვიათია რომ ვინმე შეუყაროს ტოტები, აჭამოს, რომ კბილები დაემუშაონ, როგორც სპეციალიზები აკეთებენ ამას. მაგრამ ჩვენ არ ვაკეთებთ მაგას. პირიქით, ჩვენ მარტო მოგებაზე ვფიქრობთ და მეტი არაფერზე. ამიტომ ღია სივრცეში პირველი პლუსი ისაა, რომ ჩაუყრით ტოტებს და თუ კბილი ტკივა კურდღელს მივა და თავისით დაემუშავებს იმ ნატკენ კბილს და არ დაჭირდება თქმა უნდა ექიმი და ესე შემდეგ. აუცილებელია ზამთრის პერიოდში ყველანაირი ვიტამინი, თქვათ, ხის კანი, ტოტი და ესეთ ნეკერი და ესე შემდეგ. უმეტ დიდი პლუსი ღია სივრცის ესაა. ეხლა აქ საჭმელი უდგას მიდიან, ზეც მოადგათ. პირიქით, კარგით თოლიც უნდა ჭამონ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ვიტამინს იღებენ მაიდან. თოლი ხო ნატურალურია, ჩვენ კიდე ნატურალურებში ფულს გადახდა არ გვინდა, იმიტომ რომ ყოველთვის კარგი არის, როცა ხარჯი ნაკლები გაქვს და მოგება მეტი. მაგრამ ესე არ ხდება ყოველთვის. თუ გინდა რომ მოგება გქონდეს, ხარჯიც უნდა იყოს მომენტი. აი, როგორ ჭამს ნეკერს, ეს თხილის ტოტები ჩაუყარეთ და შვიდნაირად აქ უცმაცებს. კუჭნატლებს ძალიან უხდება, კბილებსაც ძალიან უხდება. კურდღელს ყოველთვის ვიცოდეთ, რომ თავის დღედა მოსრება სულ ეზრდება კბილი. სულ სიცოცხლის განმავლობაში. დაიმახსოვრეთ. გამოვიწეროთ არხი, ისევ და ისევ გათამაშება, რა თქმა უნდა, ძალაშია. 100 გამომწერზე გავთამაშებ დედალ-მამალ წყვილ კურდღელს. მადლობა ყურადღებისთვის.